სურწყუნისი. ასე ეძახდნენ ძველად ქართველები ზამთრის სიმსუსხიან თვეს, რომელსაც დღეს შენ თებერვლის სახელით მოიხსენიებ. წელიწადის ამ დროს, როდესაც ყველაფერი ისედაც უსიცოცხლოდ გამოიყურება, შენ კიდევ უფრო მიყრუებულ ადგილს დაეძებ. ასეთი გარემო უკვე წინასწარ შერჩეული გაქვს. იმ ადგილს, რომლისკენაც შენ მიიწევ, უცნაური სიჩუმე ახასიათებს. აქაურობა ასე უბრალოდ თავისი ნებით როდი დადუმებულა. ის ხომ ქართული ნასოფლარია, რაც ნიშნავს იმას, რომ მას საუკუნეთა განმავლობაში სისხლისგან ცლიდა მომხდური მტერი. მძიმედ აბიჯებ თოვლით დაფარულ მიწას, რომლის სიღრმეშიც ჩამარხულა შენი ხალხისა და ქვეყნის ისტორია. სიამაყე და სევდა, ეს ის განცდებია, რომლებიც შენს თავში ერთმანეთის მონაცვლეობით ამოანათებენ. ამაყოფ იმით, რომ დღემდე არსებობ როგორც ერი, ხოლო სევდა გაწვება ნაქართველარი გარემოს შემხედვარეს. ამ ფიქრებში გართულს გაფხიზლებს შეძახილი წინაპართა ნაკვალევზე წამოყვანილი 9 წლის შვილისა. მამა კოშკი გამოჩნდა.